გამარჯობა, ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია, მე შოთა თხელიძე ვარ. დასაწყისისთვის მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი ჩემი ვიდეოები. დღეს რა თქმა უნდა შევეხები იმ თემას, რომელიც ყველაზე აქტუალურია საერთაშორისო არენაზე და ყველაზე კრიტიკული, ეს არის ისრაელსა და ირანს შორის უკვე სამხედრო კონფლიქტში გადაზრდილი რეგიონული დაპირისპირება და შევეხები სხვადასხვა თემებს, მიზეზებს თუ როგორ მოვედით აქამდე. მე აქამდე რამდენიმე ეპიზოდი ჩავწერე ირანის საკითხთან დაკავშირებით, ასევე ისრაელ-ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით, თუმცა ეს გარკვეულწილად უფრო ვრცელი და შეიძლება უფრო ყოვლისმომცველი ეპიზოდი გამოვიდეს. როგორც იცით, 13 ივნისს პარასკევ დღეს ისრაელმა გამოაცხადა ოპერაცია სახელწოდებით აღზევებადი ლომი, რომლის მთავარ მიზანს გაცხადებულ ფორმალურ მიზანს წარმოადგენდა ირანის ბირთვული პროგრამის საბოლოოდ განადგურება და ისრაელისთვის ირანიდან მომავალი ბირთვული საფრთხის საბოლოოდ განეიტრალება. თუმცა ამ მოვლენას თუ შევაფასებთ, ეს არის ახლო აღმოსავლეთში ბოლო 40 წლის განმავლობაში მიმდინარე რეგიონული დაპირისპირების კულმინაციური მომენტი, სადაც რეგიონის ორი მთავარი სუბიექტი, ამ შემთხვევაში ისრაელი და ირანი, უშუალოდ ჩაერთნენ ერთმანეთთან სამხედრო კონფრონტაციაში, თუ მაგალითად ეს დაპირისპირება ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გარკვეულწილად სხვადასხვა სფეროებში, პოლიტიკური, დიპლომატიური, უსაფრთხოების სფეროში, ასე რაღაცა ეს დაპირისპირება მიმდინარეობდა შუამავლებით, ეგრეთ წოდებული პროქსი ძალებით, ეს ეტაპი, ასე ვთქვათ, გადაილახა და მივიდა ამ კულმინაციურ მომენტამდე, როდესაც უკვე თავად ეს სუბიექტები ჩაერთნენ ერთმანეთთან უშუალო კონფრონტაციაში. ამ მომენტამდე ჩვენ მივდიოდით მეთოდურად, ეს არ მოყოფილა რაღაცა მომენტალური გადაწყვეტილება ისრაელის მხრიდან. რეალურად ბოლო თითქმის წელიწად ნახევარი, რასაც ჩვენ უყურებთ ახლო აღმოსავლეთში, ის პროცესები, რაც ვითარდებოდა, რეალურად მიანიშნებდა იმას, რომ ჩვენ მოვიდოდით ამ დღემდე და რა იგულისხმება აი ამ პროცესში. რეალურად გარკვეულწილად პანდორას ყუთი გაიხსნა 7 ოქტომბერს, როდესაც ისრაელს თავს დაესხა ჰამასი, ორგანიზაცია ჰამასი ღაზის სექტორიდან და აი ამ მოვლენამ მისცა ბიძგი ისრაელს, რომ საკუთარი, ესე ვთქვათ, რეგიონული უსაფრთხოების საკითხი საბოლოოდ მოეგვარებინა და ის რაღაცა გრანდი მიზნები, დიდი მიზნები, საკუთარი რეგიონული მიზნები ერთხელ და სამუდამოდ გადაეჭრა და რა იგულისხმებოდა ამ მიზნებში, საბოლოოდ გაენეიტრალებინა ის პროქსი ძალები, რომელიც მას ემუქრებოდა, მისთვის იყო საფრთხის შემცველი და საბოლოოდ, ასე ვთქვათ, დაპირისპირებოდა იმ ძალას, რეგიონულ ძალას, რომელიც მის პოლიტიკას, ასე ვთქვათ, ეწინააღმდეგება, აფერხებს და აბალანსებს ახლო აღმოსავლეთში. 7 ოქტომბრიდან დაიწყო ორგანიზაცია ჰამასის განეიტრალების პროცესი და გარკვეულწილად ეს მიიღწა. დღეს ჰამასს ვეღარ უწოდებთ იმ პოტენციალის და ძალის მქონე ორგანიზაციას, რომელმაც შეიძლება რაღაც თვისობრივი საფრთხით დაემუქროს ისრაელს. უკვე გასული წლის შემოდგომიდან, გაზაფხულიდან, შეიძლება ასე ვთქვათ, მაგრამ კულმინაციური მომენტი იყო შემოდგომაზე, როდესაც მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე ჰეზბოლასთან დაპირისპირება ლიბანის ჩრდილოეთის ფრონტი და როდესაც ნახეთ, რომ მაგალითად პეიჯერების საქმით რამდენიმე 1000 ჰეზბოლას წევრი ორგანიზაციის წევრი ადამიანი დასახიჭრდა, დაზიანდა, ასევე ისრაელმა მოახერხა მთლიანად ჰეზბოლას სამხედრო და პოლიტიკური ლიდერშიპის განადგურება, პრაქტიკულად არავინ დარჩა, ესეთი წარმომადგენლობითი პერსონალია, რომელიც აი ამ ორგანიზაციის მმართველობას ჩაიბარებდა და ეს კულმინაციური მომენტი ჰეზბოლასთან დაპირისპირებაში იყო გასული წლის სექტემბრის ბოლო, როდესაც ისრაელმა საჰაერო თავდასხმით ბეირუთში მოკლა ჰეზბოლას ესეთი ლეგენდარული ლიდერი ჰასან ნასრალა, რომელიც იყო ეგრეთ წოდებული არაბული წინააღმდეგობის სახე ისრაელის წინააღმდეგ და მას ხშირად უწოდებდნენ არაბების ჩე გევარას. ესეც იყო საკმაოდ დიდი მორალური და ესეთი პრესტიჟული დარტყმა აი ამ წინააღმდეგობის ღერძისთვის, მაგრამ ეს ამით არ დასრულებულა ისრაელის ესეთი რეგიონული ესკალაცია. უკვე თვენახევარ ორ თვეში ჩვენ ვიხილეთ წინააღმდეგობის ძალების კიდევ ერთი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუბიექტის განეიტრალება, ეს არის სირიაში ასადის ხელისუფლების ჩამოშლა და დამხობა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში და მე შემდეგ ვნახოთ უკვე
ჰუსიტებთან დაპირისპირება, ჰუსიტებთან დაპირისპირებამ ისეთი შედეგი ვერ გამოიღო, როგორც მაგალითად ისრაელს სურდა. აქ მთავარი აქტორი ამ შემთხვევაში იყო შეერთებული შტატები, ისრაელი დამხმარე ფუნქციას ასრულებდა ჰუსიტების განეიტრალებაში, თუმცა ის წინააღმდეგობის, შიიტური წინააღმდეგობის ღერძის ორი სუბიექტი, რომელიც დღემდე, ასე ვთქვათ, საკუთარ არსებობას გარკვეულწილად ინარჩუნებს, ეს არის ერაყში სამობილიზაციო ძალები და იემენში ჰუსიტები, ეს წინააღმდეგობის ძალები იმ დონის საფრთხეს ვერ უქმნიან ისრაელს, როგორცაც მაგალითად ჰეზბოლა, ჰამასი ან სირია უქმნიდა, ამ ძალებს არ შეუძლიათ გარკვეულწილად სისტემური, ასე ვთქვათ, საფრთხეები წარმოქმნან ისრაელის მიმართ. ამიტომ დიდი, ასე ვთქვათ, ორიენტირი ამ, ასე ვთქვათ, ორგანიზაციების განეიტრალებაზე ისრაელს ამ შემთხვევაში არ ქონია. ჰეზბოლას, ჰამასის და სირიის განეიტრალებამ გამოიწვია ის, რომ საბოლოოდ ისრაელის დღის წესრიგში დადგა უკვე ირანის წინააღმდეგ კონფრონტაციაში შესვლა და ირანის როგორც მთავარი დამაბალანსებელი აქტორის განეიტრალების საკითხი. როგორც თვითონ ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, აღზევებადი ლომის ოპერაცია იგეგმებოდა გასული შემოდგომიდან, უფრო სწორად მან გასულ შემოდგომას გასცა ამ ოპერაციის განხორციელების ბრძანება. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, ამ დროს ახალი პრეზიდენტი არჩია შეერთებულ შტატებში, რომელიც ასე ვთქვათ, მთავარი საგარეო პოლიტიკური დაპირება იყო მშვიდობა, ახლო აღმოსავლეთში, მშვიდობა ევროპაში და გარკვეულწილად დონალდ ტრამპის არჩევამ გარკვეულწილად შეაფერხა ამ ოპერაციის განხორციელება. მოგეხსენებათ, პრეზიდენტობის პირველ თვეებში ტრამპის გარკვეულწილად გამოისობით, მის გამოისობით ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაც კი მიიღწა, მაგრამ ბოლო თვეებში ჩვენ, ეს ღიად მედიაში ეს არ გამოდიოდა, მაგრამ ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყო პოლიტიკური ვაჭრობა ტრამპთან ისრაელის მხრიდან, რომ დონალდ ტრამპი დათანხმებულიყო ამ ოპერაციის განხორციელებას. სულ რაღაც, ტრამპა თქვა, რომ ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების დაწყების დღიდან, რომ მან გარკვეულწილად 60 დღიანი, ორთვიანი ვადა მისცა ირანს, რომ გარკვეულ შეთანხმებაზე დათანხმებულიყო, თუ არა და შემდგომ უკვე ის პასუხს არ აგებდა თუ რაც მოხდებოდა რეგიონში და ზუსტად 61 დღეს დაიწყო ეს აღზევებადი ლომის სამხედრო ოპერაცია, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ გარკვეულწილად ტრამპი საბოლოოდ დაითანხმეს, ან დათანხმდა ამ ნეოკონსერვატულმა ქორების ჯგუფმა დაითანხმა, რომ ეს ბენიამინ ნეთანიაჰუს ეს სამხედრო ოპერაცია საბოლოოდ განეხორციელებინა და გარკვეულწილად ტრამპაც დიდი ალბათობით ამ მწვანე შუქი აუნთო ამ სამხედრო ოპერაციას. განსაკუთრებით ის, რომ ეს ოპერაცია ირანის ბირთვულ პროგრამაზე თავდასხმა მოხდებოდა, განსაკუთრებით შეიმჩნეოდა ბოლო დღეების განმავლობაში, 13 ივნისამდე, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობა გამოვიდა და განაცხადა, რომ ისინი აბსოლუტურად მზად არიან დაიწყონ თავდასხმა ირანზე და გაანეიტრალონ მისი ბირთვული პროგრამა. ასევე საკმაოდ აქტიური იყო სადაზვერვო ავიაცია ერაყის ცაზე ირანის საზღვრებთან, რომელიც ინფორმაციას აგროვებდა ირანის სამხედრო პუნქტებზე. ასევე ჩვენ ვნახეთ დონალდ ტრამპის საკმაოდ საეჭვო განცხადება, რომ მისი თქმით ისრაელი გარკვეული ნაბიჯების გადადგმას აპირებდა და ეს აუცილებლად გარდაულად მოხდებოდა მისი ნების და მიუხედავად. და ასევე ამერიკელებმა გამოსცეს სავალდებულო განკარგულება, რომ სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნების ნაწილში და ერაყში ყოფი დიპლომატიური კორპუსის ქვედარგოლებს დაეტოვებინათ ტერიტორია უსაფრთხოების მიზნით და მოეხდინათ მათი ევაკუაცია. ეს პროცესები, რამდენიმე დღეში, 2-3 დღეში ხდებოდა ეს პროცესები, მიანიშნებდა იმას, რომ ისრაელი აპირებდა გარკვეულწილად აი ამ სამხედრო ოპერაციის განხორციელებას. რაც შეეხება თავად ოპერაცია აღზევებად ლომს, ეს ოპერაცია პრაქტიკულად იმეორებდა იმ ტაქტიკას, რომელიც ისრაელმა გამოიყენა ჰეზბოლას წინააღმდეგ, როდესაც, როგორც ვახსენე, ისრაელმა საბიზნესში თავდაპირველად ამოიღო ორგანიზაციის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერშიპი და მოხდა ამით ორგანიზაციის პრაქტიკულად პარალიზება, იმიტომ რომ მან დაკარგა ბრძანების გამცემი ფენა ორგანიზაციაში. როგორც აღმოჩნდა, აი ამ ოპერაციის მთავარი სამიზნეც იყო ირანის სამხედრო ლიდერშიპი, ასევე დიპკორპუსის ნაწილი, კონკრეტულად ის პირები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ ომანში ბირთვულ მოლაპარაკებებში,
ნუ ესეც იყო გარკვეულწილად აი ამ სამშვიდობო პროცესის საბოტაჟის მცდელობა ისრაელის მხრიდან, რომ აბსოლუტურად სამშვიდობო პროცესს არ კონდეს მომავალი, რადგან ეს არ შედის ისრაელის ინტერესში. და ასევე იყო ბირთვული მეცნიერები, რომლებიც 10 მეცნიერზე მეტი, ასე ვთქვათ, იქნა მოკრული. ამასთანავე, როგორც პოსტფაქტუმ აღმოჩნდა, კიბერთავდასხმის მეშვეობით პარალიზდა իրანის საჰაერო თავდაცვის სისტემები და ისინი პრაქტიკულად იყო გათიშული პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში, რამაც გამოიწვია ის, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმები აღმოჩნდა საკმაოდ ეფექტური ირანზე და აი ამ ყველაფერს დაემატა ისრაელის სადაზვერვო დივერსიული ჯგუფების აქტიურობა თვითონ ირანის ტერიტორიაზე, რომელიც საკმაოდ ესეთი მოცულობითი ქსელი აღმოჩნდა, რომლებმაც აი თვითონ ირანის ტერიტორიიდან გამოიყენეს დრონები და გარკვეულ ობიექტებზე მიიტანეს თავდასხმები და ასევე მოხდა გარკვეულწილად ნახევრად ტერორისტული აქტები, როდესაც მანქანებში დამონტაჟებული ასაფეთქებელი ნივთიერებები რამდენიმე ქალაქში აფეთქდა. ჯამურად აი ამ ქმედებების მიზანი იყო ის, რომ მომხდარიყო სამხედრო საბრძოლო იერარქიის ჩამოშლა, ასე ვთქვათ, ბრძანების გამცემი ფენის, ასე ვთქვათ, განადგურება, რომ არ მომხდარიყო სწრაფი პასუხი ირანისგან ისრაელზე და ასე ვთქვათ, სწრაფი სამხედრო მობილიზება არ მომხდარიყო და ასევე გარკვეულწილად საზოგადოებრივი დესტაბილიზაცია გამოეწვია, დემორალიზაცია გამოეწვია და გარკვეულწილად ესეთი სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლა დაწყებულიყო, რაც ასე ვთქვათ, გამოიწვევდა საზოგადოებრივ უკმაყოფილებას არსებული ხელისუფლების მიმართ. და როგორც მე პოსტფაქტუმ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებებიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, ამ ოპერაციის მიზანი რეალურად არ ყოფილა ბირთვული პროგრამის განეიტრალება, ეს იყო სწორად ამ ირანის სახელისუფლებო ვერტიკალის ჩამოშლა და იმ თეოკრატიული სისტემის საბოლოოდ, ესე ვთქვათ, დასრულება, რაც 45 წელზე მეტი არსებობს ირანში. ოპერაციის დაწყებამდე ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისგანაც ისმოდა ესეთი მესიჯები, რომ დამოუკიდებლად ისრაელს არ შეეძლო ბირთვული პროგრამის განეიტრალება ირანის, თუ არ ჩაერთვებოდა ამ საქმეში შეერთებული შტატები, გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე ესეთი ბირთვული პუნქტი, რომელიც არსებობს ირანში, მიწაში იმ სიღრმეში იმყოფება, რომლის გასანადგურებლად შეიარაღება ისრაელს არ გააჩნია ისეთი რაკეტები და ისეთი ბომბები ისრაელს არ გააჩნია. მსგავსი ტიპის ეგრეთ წოდებულ ბანკერბასტერს, ანუ ბუნკერების გამანადგურებელი ბომბები აქვს შეერთებულ შტატებს და ამის გამოსაყენებლად საჭიროა ბირთვული სტრატეგიული ავიაციის გამოყენება შეერთებული შტატების მხრიდან და რამდენიმე ბომბი არის საჭირო იმისათვის, რომ მაგალითად ფირდოუსის ურანის გასამდიდრებელი პუნქტი განადგურდეს, რომელიც რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეში იმყოფება თეირანთან ახლოს. თვითონ ოპერაციის სახელწოდებაც გარკვეულწილად არის ფარული მესიჯი იმისა, რომ ეს ოპერაცია მიზნად ისახავდა ეგრეთ წოდებულ რეჟიმის ცვლილებას და არა ამ ბირთვული პროგრამის განადგურებას. აღზევებადი ლომი ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახსენა, რომ ეს არის ებრაელი ხალხის სინონიმი, ბიბლიაში არის ნახსენები ეს სიტყვა შეთანხმება, რომ ებრაელი ხალხი არის მიძინებული, მაგრამ ის ერთხელ ასე ვთქვათ, გაიღვიძებს, აღზევდება როგორც ლომი და საკუთარ ძალას აჩვენებს, თუმცა უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ესეთი ლომი არის მონარქიული ირანის სიმბოლოც, დაწყებული აბასიანების დინასტიიდან, მანამდე არა, შემდგომ იყვნენ სეფიანთა დინასტია, ყაჯარების დინასტია და ფეჰლევების დინასტია და ფეჰლევების დინასტიასთან ასოცირდება ეს ლომის სიმბოლო და დღეს გარკვეულწილად ეს ლომის სიმბოლო არის იმ ოპოზიციური ძალების ნაციონალისტური ოპოზიციური ძალების სიმბოლოც, რომელიც არის აი ამ თეოკრატიული სისტემის წინააღმდეგ განწყობილი და არიან ასე ვთქვათ ოპოზიციური ასე ვთქვათ დაჯგუფებები, რაც იყო გარკვეულწილად ფარული მესიჯი, რომ ასე ვთქვათ დროა ირანის აი ეს უკმაყოფილო ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი, ადამიანთა ნაწილი აღზევდეს და დაიბრუნოს ის ძალაუფლება, რომელიც მან ასე ვთქვათ დაკარგა და წაართვა თეოკრატიულმა სისტემამ და ამას ასე ვთქვათ გაესვა ხაზი უკვე ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლისას, რომელიც 2 დღის შემდგომ ოპერაციის დაწყებიდან 2 დღის შემდგომ მან
მოუწოდა ირანელ ხალხს, რომ აღდგეს და აჯანყდეს მისი ხელისუფლების წინააღმდეგ და ასევე ამას დაემთხვა თვითონ რეზა შაჰ ფეჰლევის შვილის განცხადებაც შეერთებული შტატებიდან, რომ ის არ შეეგუება ამ თეოკრატიული სისტემის არსებობას მომავალში. თვითონ ის, რომ ამ სამხედრო ოპერაციის მიზანი იყო რეჟიმის ჩამოშლა და არა ბირთვული პროგრამის განადგურება, რომ ბირთვული პროგრამის განადგურება მხოლოდ იყო საბაბი, ეს შეიძლება დავასვენოთ იქიდან, რომ პრაქტიკულად ბოლო 30 წელიწადზე მეტია, რაც ბენიამინ ნეთანიაჰუ იძახის, რომ სულ მომდევნო რამდენიმე წელიწადში ირანი შექმნის ბირთვულ იარაღს და ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე ისრაელისთვის. ეს რიტორიკა იწყება 1990-იანი წლების დასაწყისიდან, ამ სათაურით ბევრი სტატია იწერებოდა მაშინ, ალბათ გახსოვთ კიდევაც ესეთი საკმაოდ დასამახსოვრებელი გამოსვლა ნეთანიაჰუს კაიროში, როდესაც მან ესეთი ანიმაციური ბომბი დახატა და აღნიშნული ჰქონდა, რომ აი 60%-მდე ირანს უკვე ურანი გამდიდრებული ჰქონდა და რამდენიმე კვირა იყო საჭირო იმისათვის, რომ 90%-მდე გაემდიდრებინა ურანი, რაც უკვე ნიშნავდა იმას, რომ მას შეეძლო ბირთვული ქობინების წარმოება, თუმცა ეს წლები გადიოდა და რატომღაც ახლა ბოლო 35 წელიწადია ირანმა არ გააკეთა ბირთვული იარაღი. ესეც მიანიშნებს იმის, რომ აი ამ წლების განმავლობაში ეს იყო მანიპულაციური არგუმენტი იმისათვის, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლა ყოფილიყო ირანზე და თვითონ შეერთებული შტატები როგორმე ჩაერთო კონფლიქტში ირანის წინააღმდეგ. თვითონ რაც შეეხება ირანის ბირთვულ პროგრამას, ეს პროგრამა საკუთარ სათავეს იღებს 1970-იანი წლებიდან ჯერ კიდევ შაჰის ირანიდან, როდესაც 1970-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო ბუშერში ბირთვული რეაქტორის მშენებლობა, თუმცა შემდგომ რევოლუციამ მოუსწრო აი ამ პროცესს და ეს ბუშერის მშენებლობა შეჩერდა, თუმცა ბუშერის ბირთვული სადგურის, ელექტროსადგურის წარმოება განახლდა 90-იანი წლების შუა პერიოდში და აი რუკაზე ჩანს, დღესდღეობით ირანს აქვს მხოლოდ ერთი ბირთვული ელექტროსადგური, ბუშერის ელექტროსადგური სპარსეთის ყურის ნაპირზე, ერთი იგეგმება, ეს არის დარხოვანის ელექტროსადგური და არის მშენებლობის პროცესში, არის 3 ბირთვული რეაქტორი, სადაც აი ეს ბირთვული პროცესი, ენერგიის გამოყოფის პროცესი მიმდინარეობს. ეს არის ისპაჰანის, არაყის და თეირანის ბირთვული რეაქტორები და არის 2 ურანის გამამდიდრებელი ცენტრი, ფირდოუსი და ნატანსი, სადაც ხდება აი როგორც ახსენე ურანის გამდიდრება. თვითონ ურანით ირანი არ არის მდიდარი. რუკაზე ჩანს, რომ არის 2 ურანის საბადო ირანის ტერიტორიაზე, თუმცა ის მოცულობები, რაც აი ამ საბადოებიდან მოიპოვება, ირანისთვის საკმარისი არ არის. რაც შეეხება ბირთვულ ენერგიას, ის საკმაოდ მცირე ნაწილს იკავებს ირანის ენერგეტიკულ სექტორში და შეადგენს დაახლოებით 1% ნახევარს ირანის ენერგომომარაგებაში. შეიძლება ის არ წარმოადგენდეს კრიტიკულ რესურსს, ენერგოწყაროს, თუმცა ის არის სამეცნიერო პროგრესის სახე ირანში და ქვეყნის სუვერენობის განსაზღვრელი. თუმცა მომავალში თუ მაგალითად ახლა დარხოვანის ბირთვული ელექტროსადგური დაემატება ბუშერს, შეიძლება ეს მოცულობები გაიზარდოს. მაგრამ აქ კიდევ ერთი მინუსი აქვს ბირთვულ ენერგიას ირანში, ის შედარებით ძვირი არის იმ ბირთვული ენერგიის, რომელებიც მაგალითად სხვა ქვეყნებში იწარმოება, მაგალითად იგივე დასავლურ ქვეყნებში, ან ჩინეთში, ან რუსეთში ამ შემთხვევაში. თავად ოპერაცია აღზევებადი ლომი შეიძლება მოუნათლოთ როგორც ისრაელის ბლიცკრიგი ირანის თეოკრატიული სისტემის წინააღმდეგ. მისი მიზანი იყო, რომ ესეთი სწრაფმოქმედებით მოეხდინა დემორალიზება, პარალიზება და დესტაბილიზაცია საზოგადოების და სახელმწიფო სახელისუფლებო სისტემის ვერტიკალის ჩამოშლა, თუმცა ირანს აქვს მსგავსი ისტორიული გამოცდილება და მსგავს კრიტიკულ მომენტებთან გამკლავების პრაქტიკაც და ეს არის თეოკრატიული რეჟიმის დამყარებიდან 1 წლის თავზე, როდესაც ირანს ომი გამოუცხადა მისმა მეზობელმა ერაყმა დასავლური ძალების წაქეზებით, სადამ ჰუსეინმა, ეს ომი გაგრძელდა 8 წელიწადი. მაშინ თეოკრატიული სისტემა იყო საკმაოდ მყიფე, საკმაოდ ახალი, ირანული საზოგადოებისთვის სიახლე, ისინი ასე ვთქვათ, ძალაუფლებრივ რესურსებს ბოლომდე ვერ ფლობდნენ და მაშინაც ცაიტნოტში ჩააყენა ერაყმა დასავლური ძალების გავლენით თეოკრატიული სისტემა, თუმცა მაშინ
მაშინაც აი ამ ახალმა სისტემამ მოახდინა მობილიზება და წინააღმდეგობის გაწევა და ირან-ერაყის ომი გახდა იმის გამსაზღვრელი, რომ თეოკრატიულმა სისტემამ მოახდინა ლეგიტიმაციის მიღება საზოგადოებისგან, მობილიზება და სახელმწიფო ვერტიკალის გამყარება შემდგომში და შეიძლება ვთქვათ ისიც, რომ ირანში დღემდე რომ არსებობს თეოკრატიული სისტემა, არის ირან-ერაყის დამსახურება, რადგან მაშინ მოხდა ეს აი ამ თეოკრატიული სისტემის გარშემო საზოგადოებრივი მობილიზება და გაერთიანება. თუ მაგალითად ჩვენ წარმოვიდგენთ ალტერნატიულ ისტორიას და ერაყი მაგალითად არ დაესხმებოდა ირანს თავს, მაშინ საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დადგებოდა თეოკრატიული სისტემა, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი სისტემა იყო საკმაოდ სიახლე ირანული საზოგადოებისთვის, შეიძლება მას არ ქონდა დიდი ესეთი თუნდაც ლეგიტიმაცია მოწონების გარკვეულწილად ინდექსი, გამომდინარე იქიდან, რომ რევოლუცია, რომელიც 1979 წელს მოხდა შაჰის წინააღმდეგ, არ ყოფილა ექსკლუზიურად სასულიერო პირების და სასულიერო ძალების აიათოლების რევოლუცია, ეს იყო საზოგადოების საკმაოდ ჭრელი პალიტრა, რომელმაც აი ეს რევოლუცია მოახდინა, განსაკუთრებით ეს იყო ურბანული ნაწილი ირანის, ახალგაზრდები, სტუდენტები, მემარცხენე ჯგუფები, რომლებმაც აი ეს მუხტი მიცეს მაშინ ამ რევოლუციას, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ ირანში არ არსებობდა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, კონკრეტული ასე ვთქვათ, ინსტიტუტები, კონკრეტული რაღაც პარტიები, გამომდინარე იქიდან, რომ შაჰს ეს ოპოზიციური დაჯგუფებები ყავდა განეიტრალებული, მაშინ ეს ლიდერშიპის ვაკუუმი შეავსო აი ამ აიათოლებმა და კონკრეტულად იმ პირმა, რომელმაც პირველმა გაუწია წინააღმდეგობა ირანის შაჰის რეფორმებს 1970-იან წლებში და ირანის მაშინ შაჰის რეპრესიების პირველი მსხვერპლი იყო გულისხმობ აიათოლა რუჰოლლა ხომეინის, რომელიც ასე ვთქვათ გააძევეს ირანიდან და გადასახლებაში ცხოვრობდა ჯერ ერაყში, შემდგომ საფრანგეთში და ეს ლიდერშიპი შეავსეს აიათოლებმა და კონკრეტულად მაშინ ხომეინიმ და ეს რეალურად იყო გარკვეულწილად სპონტანური პროცესი მაშინ და როგორც ვახსენე, აი ამ ერაყის ომმა მოახდინა აი ამ სისტემის მობილიზება, შენარჩუნება, ლეგიტიმაცია და თეოკრატიული სისტემა დღემდე აი ამ არგუმენტით ახდენს საკუთარი თავის ლეგიტიმაციას, რომ მას ყავს რეგიონული მტრები, მას ყავს გეოპოლიტიკური გლობალური მტრები და რომ არა ეს თეოკრატიული სისტემა ირანის სხვაგვარად წინააღმდეგობას ვერ გაწევს და მას მოუწევს საკუთარი სუვერენობის დათმობა და კვლავ იმპერიალისტური ძალების ხელში გადასვლა. რეალურად დღეს რაც ხდება აღზევებადი ლომის ოპერაციის შედეგად, რომელიც რეალურად გათვლილი იყო აი ამ საზოგადოებრივ დემორალიზებაზე და დესტაბილიზაციაზე, პირიქით პროცესები ვითარდება, საზოგადოების მობილიზება ხდება კვლავ თეოკრატიული სისტემის გარშემო, არაერთი განცხადება ვნახეთ ირანში ლიბერალური საზოგადოების ლიბერალური ნაწილის წარმომადგენლების მხრიდან და პოლიტიკოსების მხრიდან, რომ მათ აქვთ გამოცხადებული სრული მხარდაჭერა ირანის ხელისუფლების მიმართ, რომ ეს საერთო მტერი არის ამ შემთხვევაში ისრაელი და გარკვეულწილად მორატორიუმი აქვთ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებზე, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში აიათოლების ხელახლა ლეგიტიმაციას ძენს და მათ აი ამ თეოკრატიული სისტემის მომავალში არსებობის გარანტი ხდება აი ეს პროცესი, ეს გარესაფრთხის ფაქტორი აი ამ ასე ვთქვათ, მომავალს უქადდის სამომავლოდ ირანს. რაც შეეხება თვითონ სამხედრო კონფლიქტის პერიპეტიებს, პირველი დღის შოკის შემდეგ ირანის სამხედრო ძალებმა გარკვეულწილად მოახდინეს მობილიზაცია, ეს თავდაცვითი საჰაერო სისტემების მოქმედება აღდგა და მან იმავე დღეს ირანმა საპასუხო გასროლა განახორციელა, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ისრაელზე, რომელსაც ყოველდღიური სახე აქვს. ისრაელ-ირანის კონფლიქტი ეს არის პრაქტიკულად სარაკეტო, საავიაციო კონფლიქტი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყნებს არ აქვს სახმელეთო საზღვარი, სახმელეთო და არც საზღვაო ომი მათ შორის არ მიმდინარეობს. უპირატესობა ამ შემთხვევაში ავიაციის თვალსაზრისით აქვს ისრაელს, თუმცა სარაკეტო თვალსაზრისით აქვს ირანს, რომლის მთავარი მოტივი, მიზანი ამ შემთხვევაში არის, რომ ისრაელის თავდაცვითი სისტემები გამოფიტონ და შემდგომ უკვე წერტილოვნად მიიტანონ თავდასხმები ისრაელის სამხედრო, ლოჯისტიკურ, ინფრასტრუქტურულ წერტილებზე, მაგალითად ვიხილეთ ჰაიფაში ენერგომომარაგების ბლოკზე თავდასხმა რამდენიმე დღის წინ. ჩვენ შეიძლება პარალელები გავავლოთ უკრაინის კონფლიქტთან ამ თვალსაზრისით, მაგალითად იგივე
უკრაინის კონფლიქტის დასაწყისშიც მთავარი მოტივი ამ შემთხვევაში უკრაინის და მისი მხარდამჭერი დასავლელი ძალების იყო არა მაგალითად რუსეთის ფრონტზე, სამხედრო ფრონტზე დამარცხება, არამედ შიდა დესტაბილიზაციის გამოწვევა, შიდა უკმაყოფილების გამოწვევა და ასე ვთქვათ რუსეთის ხელისუფლების ჩამოშლა შიგნიდან, იგივე მოვლენები როგორც ახსენე, იგივე მოტივები არსებობდა ირანის შემთხვევაში. მაგრამ ასევე ნიშანდობლივია ის დივერსიული ოპერაციები, რომლებიც განხორციელდა ირანში მოსადის მიერ, ეს როგორც დასაწყისში ვახსენე, დრონებით თავდასხმა გარკვეულ სამხედრო პუნქტებზე და არა მარტო პრაქტიკულად იმეორებს იმ ობობის ქსელის ოპერაციას, რომელიც განახორციელა უკრაინამ რამდენიმე დღის წინ რუსეთის ტერიტორიაზე, როდესაც მათ თავდასხმა განახორციელეს ბირთვული ავიაციის წინააღმდეგ რამდენიმე ბაზაზე რუსეთის ტერიტორიაზე. ესეც არის გარკვეულწილად პარალელის გასავლები მოვლენები. მაგრამ როგორც უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი გადაიქცა შემდგომში გამოფიტვის ომად, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის რესურსული მომარაგება და ლოჯისტიკა, დაახლოებით მსგავს პროცესს ვადევნებთ უკვე თვალს ირან-ისრაელის დაპირისპირებაში, თუ მაგალითად მალე არ მიიღწა გარკვეულწილად დიპლომატიური შეთანხმება და არ აღდგა ბალანსი რეგიონში და არ დაუბრუნდა გარკვეულწილად ცივი მშვიდობის სტატუს-კვოს რეგიონი და გაგრძელდა ეს კონფლიქტი, ჩვენ ვიხილავთ აი ამ გამოფიტვის ომს, აი ამ ორ სუბიექტს შორის, როდესაც ორივე ქვეყანა შეიძლება რესურსების მობილიზებას, სამხედრო ტექნიკის, სამხედრო მეთოდების თვალსაზრისით და შეიძლება ეს იგივე ეს დივერსიული ქმედებების გახშირებაც ნახოთ მომავალში, რითაც ხასიათდება ასევე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი. მაგრამ რადგან აღზევებადმა ლომმა საკუთარი ბლიცკრიგის მიზანს ვერ მიაღწია და ეს არ აღმოჩნდა ესეთი მომენტალური სამხედრო ოპერაცია, რომელიც აი ამ მიზნებს მიაღწევდა, შეიძლება ჩვენ ვიხილოთ უკვე ისრაელის მხრიდან მისთვის აპრობირებული მეთოდების გამოყენება, რომელსაც ხშირად უწოდებენ დაჰიას დოქტრინას. დაჰიას დოქტრინა ეს არის მშვიდობიან მოსახლეობაზე მასირებული თავდასხმა აი ამ დემორალიზაციისა და სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის კუთხით, რომელსაც ის მაგალითად იყენებდა ლიბანის წინააღმდეგ. დაჰია ეს არის სამხრეთ რაიონი ბეირუთი, სადაც ძირითადად შიიტები ცხოვრობდნენ, ლიბანური ჰეზბოლას მხარდამჭერები და ჩვენ ნახეთ თავდაცვის მინისტრის კაცის განცხადება, რომ ამ შემთხვევაში მომავალში შეიძლება ისრაელის სამიზნე გახდეს დედაქალაქი თეირანი და მშვიდობიანი მოსახლეობა პრაქტიკულად ის ამისთვის ამ მიმართულებით დაიმუქრა და შეიძლება ჩვენ ამ შემთხვევაში ვიხილოთ თეირანის სამოქალაქო დასახლებების დაბომბვებიც. ასევე ირანულმა მხარემ ახსენა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის საკითხიც, მაგრამ აქ არის გარკვეულწილად რამდენიმე წინაპირობა იმისათვის, რომ ირანმა ეს ნაბიჯი გადადგას. თუ მაგალითად შეერთებული შტატები არ შეერთვება ამ კონფლიქტში, მაშინ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა იქნება რთულად გადასადგმელი ნაბიჯი და გადაწყვეტილება მისაღები, გამომდინარე იქიდან, რომ სპარსეთის ყურიდან ნავთობით მარაგდება არა მხოლოდ დასავლური ქვეყნები, არამედ ირანის მოკავშირე ქვეყნებიც აზიაში, იქნება ეს ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და ასევე თხევადი გაზითაც, მაგრამ თუ მაგალითად მოხდა კონფლიქტის ესკალაცია და ამ კონფლიქტში ჩაერთო შეერთებული შტატები, მაშინ იძულებული გახდება ირანი, რომ აი ჰორმუზის სრუტე ჩაკეტოს, რადგან სპარსეთის ყურეში არ შეუსრვას ამერიკული საზღვაო ფლოტი და ასე ვთქვათ ჩაკეტოს ენერგო რესურსების მომარაგება სპარსეთის ყურიდან მსოფლიოსთვის. ასევე შეგახსენებთ, რომ სპარსეთის ყურიდან ყოველდღიურად მარაგდება ენერგო მიწოდების 20% ხორციელდება, დაახლოებით ეს არის 20 მილიარდი ბარელი ნავთობი ეს ყოველდღიურად და ასევე რამდენიმე ტრილიონი კუბური მეტრი გაზი ყოველდღიურად კონკრეტულად ყატარიდან გადის ეს თხევადი გაზი ამ სპარსეთის ყურიდან. თუ გეოპოლიტიკურად შევხედავთ ისრაელი-ირანის კონფლიქტს, ამ თვალსაზრისითაც საინტერესოა ეს კონფლიქტი. მე წინა ვეზირის ეპიზოდებშიც ვახსენე ეს საკითხი, რომ ირანი საომავლოდ ხდებოდა გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან ის ხდებოდა სავაჭრო დერეფნების ჰაბი, როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიმავალი აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი ღერძი, ასე ვთქვათ, გადიოდა ირანის ტერიტორიაზე და უკვე ჩაეშვა რკინიგზა ამ მიმართულებით სინძიანის ქალაქ ურუმჩიდან მატარებელი თეირანის მიმართულებით, რომელიც ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანას გაივლის, ყირგიზეთს, ყაზახეთსაც
უზბეკეთსაც და თურქმენეთსაც, თითქმის ყველა ქვეყანას ტაჯიკეთის გარდა, ეს სარკინიგზო მიმართულება უკვე ამუშავდა და ირანი მოიაზრება რუსეთის გზის მთავარ ალტერნატივად აბრეშუმის გზის პროექტში და ასევე ირანი მოიაზრებოდა ჩრდილოეთ სამხრეთის კორიდორის მთავარ, ასე ვთქვათ, ჰაბ ქვეყანად, რომელსაც ბალტიის ზღვა უნდა დაეკავშირებინა ინდოეთის ოკეანესთან და კონკრეტულად ინდოეთის პორტებთან. აი ამ ირანში არეულობების და კონფლიქტის გამოწვევით ირანის ეს სტაბილურობა ირღვევა, აი ამ სავაჭრო გეოეკონომიკური დერეფნების კუთხით, რაც ამ შემთხვევაში შედის შეერთებული შტატების ინტერესებში, რადგან ამით ხდება როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის გარკვეულწილად შეფერხება და დესტაბილიზაცია. ასევე თუ კი მოხდა ირანის საომავლო დესტაბილიზაცია და ეს სახელმწიფო ძალაუფლებრივი ვერტიკალი გარკვეულწილად ჩამოიშალა, ეს ნიშნავს, რომ ეს დესტაბილიზაცია შემდგომ გადადინდება ცენტრალურ აზიაში და აქეთ აღმოსავლეთში ავღანეთი, პაკისტანის მიმართულებით და როდესაც მსგავსი სახელმწიფოებრივი ვერტიკალი არ არსებობს, უკვე ის ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც არსებობენ ამ რეგიონში, მათთვის ესეთი ნოყიერი ნიადაგი იქნება აქტიური ოპერირებისთვის და ეს სუნიტური ჯიჰადი, ტერორიზმი ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს მთლიანად ამ ევრაზიის მატერიკზე შემავალი ქვეყნებისთვის, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ჩინეთისთვის, რუსეთისთვის, პაკისტანისთვის, ინდოეთისთვის, თვითონ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რო შევაჯამოთ ჩანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის და ჩვენ ასევე შემთხვევით არ ვიხილეთ პაკისტანის უპირობო მხარდაჭერა ირანის მიმართულებით, გამომდინარე იქიდან, რომ ირანის დესტაბილიზაცია გულისხმობს შემდგომში უკვე პაკისტანის დესტაბილიზაციასაც, გამომდინარე იქიდან, რომ თუკი ირანის სახელმწიფოებრივი ტერიტორიული ინტეგრაცია, ასე ვთქვათ, მოირღვა, დაახლოებით იგივე პროცესები შეიძლება განვითარდეს პაკისტანშიც და პაკისტანი როგორც ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფო, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მხრიდან შეიძლება მანაც იგივე ბედი გაიზიაროს, გამომდინარე იქიდან, რომ ისიც არის ჩინეთის აბრეშუმის გზის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა და ჩინეთის მოკავშირე ქვეყანა ინდოეთის შეკავებაში, ამიტომ მას, ასე ვთქვათ, პაკისტანსაც აქვს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები, ეგზისტენციალური ინტერესები ირანის დაცვისთვის, თუმცა ასევე იდეოლოგიური განზომილებაც აქვს. პაკისტანი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ქვეყანა არის პალესტინური საკითხის აი ამ ისრაელთან დაპირისპირებაში. ამიტომ რომ შევაჯამოთ, თუ აქამდე გლობალური მასშტაბით არსებობდა სამი საკმაოდ კრიტიკული წერტილი ამ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში დასავლეთსა და მასთან დაპირისპირებულ ძალებს შორის, ну შეიძლება ვთქვათ ამ BRICS შორის, ასეთაც დავარქვათ. აი ამ სამი პუნქტიდან გულისხმობ უკრაინა, ახლო აღმოსავლეთში ირანი, ისრაელი და მესამე ტაივანის მიმართულება, ამ სამი კრიტიკული პუნქტიდან ორი უკვე აქტიურია. ჩვენ შეიძლება დღევანდელ მოცემულობას უკვე ვუწოდოთ დაბალი ინტენსივობის სოფლიო ომი. მაღალი ინტენსივობის სოფლიო ომი ფიზიკურად ვერ იქნება, იმიტომ რომ არსებობს ბირთვული იარაღი და ბირთვული შემაკავებელი ფაქტორი და ნუ ჩვენ ამიტომ ამ სოფლიო ომებს ის იმავე შინაარსით ვეღარ ვნახავთ, როგორც მაგალითად პირველი და მეორე სოფლიო ომი იყო და შეიძლება ჩვენ აი ამ მოვლენებს, რომელსაც დღეს ჩვენ თვალწინ ვითარდება, საომავლოდ შეიძლება ისტორიული გადმოსახედიდან ეწოდოს, ასე ვთქვათ, დაბალი ინტენსივობის მესამე მსოფლიო ომი და თუ კი ირანის და ისრაელის შორის კონფლიქტი მალე არ მოგვარდება, არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ მალე ვიხილოთ უკვე მესამე ფრონტის მესამე, ასე ვთქვათ, კრიტიკული წერტილის გაღვივებას და აი ამ მთლიანად ეგრეთ წოდებული რიმლენდის რეგიონში, რომელიც ჰართლენდს აკრავს გარშემო, აი ამ მთლიანად ამ ზოლში დესტაბილიზაციის ხანგრძლივადიანი კერები. ასევე მინდოდა მეთქვა ერთი საინტერესო პროცესიც, რომელთაც დღევანდელობა ხასიათდება, თუ მაგალითად აქამდე ბირთვული იარაღი იყო ფაქტორი, რის გამოც ქვეყნის უსაფრთხოება იყო, ასე ვთქვათ, გარანტირებული და მასზე თავდასხმა იყო გამორიცხული და ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორი იყო ბირთვული იარაღი. დღეს ვხედავთ იმ პროცესებს, როდესაც ბირთვული იარაღი აღარ წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ამ ქვეყანაზე თავდასხმა არ განხორციელდება და მის უსაფრთხოებას არ შეექმნება გარე და შიდა გამოწვევები, ხო? პირველი შემთხვევა ის იყო რუსეთის შემთხვევა,
ნახეთ ეს დივერსიული ქმედება უკრაინელების მხრიდან და ზოგადად უკრაინული თავდასხმები რუსეთზე და მეორეს ჩვენ აქ უყურებთ ირანის მხრიდან თავდასხმები ისრაელზე. ხო, ყოველდღიური სარაკეტო თავდასხმები მიმდინარეობს ისრაელზე, თელ-ავივის, ჰაიფას მიმართულებით. ისრაელიც ბირთვული ქვეყანაა, არ არის ის ოფიციალურად გაცხადებული ბირთვული ქვეყანა, მაგრამ ეს კონვენციური აზრი არსებობს, რომ მას აქვს ბირთვული ქობინები, მაგრამ ეს ბირთვული ქობინების არსებობაც არ არის იმის გარანტია, რომ მაგალითად ირანი, როგორც ხედავთ, არ ესვრის და თავს შეიკავებს აი ბალისტიკური რაკეტების სროლისგან და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებისგან ისრაელში. დღეისათვის სულ ეს იყო, შეგახსენებთ, რომ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხელიძე ვარ, დროებით.